შემოგვერთა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის პროტოდიაკონი აბრაამ მახარატიშვილი. მამა აბრაამი იმ ძიმე პერიოდს გაიხსენს, როცა მას ძალიან ძიმე ამბავი შეემთხვა, ოჯახის ტრაგედია, გარდაიცვალა შვილი ავარიაში და როგორი იყო თანადგომა პატრიარქის მისდამი და როგორ გადაიტანა ეს დღეები მამა აბრაამ დილომშვიდობისა, მადლობა. თავისთავად რთული ამ დღეებში პატრიარქის საუბარი და განსაკუთრებით თქვენთვის ვერ მაგათ რთულია, იმიტომ რომ უმძიმეს პერიოდი უნდა გაიხსენოთ თქვენ. რამდენიმე წლის წინ სრულად ახალგაზრდას თქვენს ოჯახს ძალიან დიდი ტრაგედია დააწყვეტავს, ავარიაში გარდაგეცვალათ შვილი. ამაზე მძიმე არ შეიძლება ადამიანს რამე შეემთხვას. თქვენ უკვე მსახურობდით დიაკვნად, როგორც მახსოვს და აი, მოდით გავიხსენოთ ეს პერიოდი, რა მოხდა და როგორი იყო პატრიარქის თანადგომა და რამდენად დაგეხმარათ ამ ტკივილის გადატანაში მისი უწმინდესობის ფაქტორი. მოგესალმებით. როგორც ვიცით, ადამიანის ცხოვრებაში დგება რაღაც განსაცდელები და ჩვენ ოჯახთანაც დადგა ესეთი განსაცდელი, რომ გარდაგვიცვალა შვილი გიორგი. ეს იყო მარტო გიორგი არა, თავის ორ მეგობართან ერთად, რომელიც ანალოგიურად ჩვენთან გაიზარდნენ ეს ბავშვები და 19 წლის ასაკში სამივე დაიღუპა ერთად. ეს იყო ძველით ახალ წელს ვეძახით ჩვენ 15 იანვარი. და ეს როდესაც გარდაცვალების შემდეგ დავგრძალდით თბილისში, მეორე დღეს მივედით საპატრიარქოში ზოგადად. ჩვენი ინიციატივა იყო, რომ როგორმე ან პატრიარქი გვენახა რაღაც ნუ გეშეძებს ამ დროს ადამიანი არაფერი, ყველაფერი მთავრდება, ყველა გეუბნება ესეც თბილისის სიტყვებს რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც ეხლაც გავიმეორებ, რომ ამ მდგომარეობას სახელი არ აქვს. შევხვდით შემთხვევით ვთქვათ ეხლა, რომ ქალბატონ შორენას ისე შევედით და გაუგეგმავი იყო აბსოლუტურად. არც ვიცნობდით მასთან შეხვედრას პირველი იყო, გაიგო ჩვენი მდგომარეობა, დიდხანს ვისაუბრეთ, გულთან მიიტანა. იმ დღეს უწმინდეს ბევრი შეხვედრები ჰქონდა, ძალიან რთული დღე, დაღლილი, მაგრამ რომ მოახსენა ჩვენ შესახებ, მითხრა რომ არ წახვიდეთ ჯერ ნუ შეუძლებელი იყო ისე იყო, მაგრამ უწმინდესმა როგორც კი გაიგო ჩვენი მდგომარეობა, გითხრა რომ გელოდებათ უწმინდესი. და აქ შედგა ჩვენი პირდაპირ პირველი კონტაქტი ჩემი და ჩემი მეუღლის უწმინდესთან. ნუ ეს წარუშლელი იყო ჩვენი უხსენით, ჩვენი მდგომარეობა გამწარებული მშობლის უწმინდესის მდგომარებით მოსმენა ამ ტკივილის როგორ მოეფერა და ყველაზე მთავარი რაც გვინდა აღვნიშნოთ ეხლა აქ. უამრავი ადამიანისგან მოვისმინეთ მან უგეშებელი სიტყვა, მაგრამ აი გულს არ ეხებოდა, მაგრამ უწმინდესის ნათქვამით თუნდაც მეუღლის რომ შენი შვილი ცოცხალია ეკატერინე. ეს იყო რომელსაც იმ წუთში ფერიცვალება გამოიწვია ადამიანში და რომ იქედა რომ სხვა ადამიანი წამოხვალ. ანუ მისი ერთი სიტყვას ჰქონდა აი განსაკუთრებული ძალა. და ამას ალბათ ყველა აღნიშნავს, იმიტომ რომ ჩვენ გარდა როდესაც ეს ასეთი ტრაგედია გემართება, მე ხვდები რომ თურმე მარტო არ ხარ და ასეთი ყოველდღე ხდება თითქმის და უამრავი ადამიანია ჩვენ გარშემო და მე ვნახეთ რომ ეს ადამიანები თითქმის ყველა უწმინდესთან მიდის და ნუგეშ მაინც იქ პოულობს და იქედან ყველა მე აღარ შორდება მას. მე დავაღნიშნე რომ იმ დღეს როდესაც დავბრუნდით უწმინდესთან დაახლოებით 9 საათზე მეტი დავყავით რომ გამოგკითხა ყველაფერი. ისიც უნდა აღნიშნო რომ წამოსვლისას ფინანსურადაც დაგვეხმარა და ავალა ყველას და მე მკითხა რომ აი მამაო დღეს თქვენ ეს იყო 18 იანვარი. დღეს ლოცვაზე სად იქნებით? რო გითხრათ სიმართლე არც მახსოვდა ლოცვა ისეთ შოკური მდგომარეობა გქონდა, ჩემი არა კიდე სხვა სანუგეშებელი, კიდე გარდაცვლილი ბავშვების მშობლები. თქვი თუ მაკურთხებთ თქვენთან დავდგები მეთქი თქვენ უწმინდესო, მანამდე მე ქუთაისში მსახურობდი 8 წელი და ეს იყო გადმოსული. იქეთ მოხდა დიახ ავტობუს გზაზე. და ეს დილის საათები იყო და საღამოს წამოვედი სამების საკათედრო ტაძარში, შემოვედი იცით ახლა სადიაკვნეში, დავდექ იქ ჩემთვის წნარად რო კურთხევა შემესრულებინა და არც ველოდი როგორ რამე ყურადღებას. და უცებ რაღაც ჩოჩხოლია და ეძებენ რომ უწმინდესი ეძებს ქუთაისიდან დიაკონს. მე არც ვიფიქრებდი, ახლა მიგვიღო უწმინდესმა დაგვამშვიდა ეს წარმოუდგენელი იყო რაც მოხდა. ამა დემეტრეს დაავალა ეს, ამა დემეტრემ დაგვიძახა, უწმინდესი გეძებს, ჩამაცვა თავისი შესამოსელი, შემოსეს და დამაყენეს უწმინდესთან გვერდად. ეს იყო პირველი ლოცვა, რომელიც უკვე იქ მასთან ერთად
აი მდგომარეობიდან რომ გამოსულიყავი, ყველანაირად ცდილობდა რომ ამ ყურადღებით. დილით როდესაც მივედით უკვე წირვაზე ნათლისღების დასრულდა, მეც მივედი რომ მიმელოცა უწმინდესისთვის და მითხარო დღეს ეკატერინე წამოიყვან და ჩემთან ერთად მობრძანდებით სადილზე საპატრიარქოში და მე და ეკატერინე მეუღლე ერთად წაგვიყვანა, მეუღლე გვერდში დაგვისვა, იქ იყო კიდე შვილგარდაცვლილი მამა სარალიძე თუ გახსოვთ ადრე შვილი გარდაიცვალა. ისიც იქ უწმინდეს ერთ მხარეს ის ყავდა დასმული, მეორეს ჩვენ და ძირითადად იყო მარტო ეს შვილგარდაცვლილი მშობლები, ვისთანაც ერთად მისთვის ეს მნიშვნელოვანი იყო რომ ჩვენ ნუგეშ გვაძლევდა, ეს იყო ჩვენთვის წარმოუდგენელი ეს დღეს, ანუ წარმოიდგინეთ პირველ დღეს, მესამე დღეს გარდაცვალებიდან პირველ დღეს უწმინდესთან ვართ, მეორე დღესაც არ გვიშორებს თავის გვერდში ყევართ. აქაც ისიც მინდა დავახსნა რომ უწმინდესმა მეორე დღესაც აი რომ მივედით მაშინაც მითხრა რომ მამო არ მინდა რომ რაღაც მე იმხელა ისეთი დაინტერესებული იყო რომ ნუგეში როგორ მოეცა რომ რა სიტყვით თქვენ კურთხევაზე მე ხო დიაკვანი ვარ და ჩვენ ყველანაირად გვერდში დაგიდგებით ოღონ ეს საკითხი გადაწყვიტეთ და კურთხეთ ეს მისი უზარმაზარი გამოხატულება კიდე ამ თანადგომის. მე არ ვიცი ხა მაშინ როგორ გავყადნიერ და რა თქმა უნდა უარი ვუთხარი. ამის შემდეგ შედგა კიდე ის მშობლებიც ჩამოგვაყვანინა და ერთი შეხვედრა მათთან ერთად ცალკე მიგვიღო კიდე მათაც ნუგეში მიცა კიდე მათ უამრავი თავისი სიტყვით. მე კიდევ დავიტოვა ოთახში და მესაუბრო რა მოიფიქრეთ მამაო ჩემ შემეთავაზებაზე რომ აი ამაში ის არის რომ ამდენად ახსოვდა ამ ადამიანს მიუხედავად იმისა რომ ჩვენი მსგავსი უამრავი ადამიანი იმიტომ მე რომ დავაკვირდი მე კიდე მოხდა ესეთი ტრაგედიები დღე გამოშვებით 3 2 1 არ მინდა რომ გავიხსენო იმიტომ რომ კიდე გული ვატკინო და ვინმეს გაუსაცვლელად ჩამოთვალოთ ყველა ვიცი უკვე და შეიძლება ბევრ მშობელმა არც ის მათ სახელებს ჩვენ წერ და გიორგისთან ერთად ვიხსენიებ ყველას კიდევ წამოვედით ესე კიდევ უარი მეთქი არა და ეხლა ვფიქრობ ხოლმე როგორ გავბედე გავკადნიერდი მაგრამ ვერ ახსნი ამას რა იყო და ერთი მომენტი მინდა კიდე გავიხსენო იმის შემდეგ რაც იყო არ ვფიქრობ რომ ამით დამთავრდა და გავიხსენო კიდე აუცილებლად დავაფიქსირო რომ ქალბატონი შორენას როლი ამ მდგომარეობიდან გამოყვანაში მუდმივ კონტაქტზე იყო ეკატერინესთან როგორ მე ამ დაესაქმებინა თვითონ საპატრიარქოში უმრავი შემოთავაზება იყო თბილი შეხვედრები არ ვიცი აი უამრავი ანუ დღე არ გადიოდა ან კვირა რომ არ დაერეკათ არ მოვეკითხეთ როგორ ვიყავით როგორ იყო ჩვენი მდგომარეობა უწმინდესის დავალებითაც და პირადით და ერთი წლის თავზე მოგეხსენებათ რომ ეს დღე ისედაც ყოველთვის რთულია ყველასთვის და დადგა ეს ისევ კიდე ერთი წელი და ძველით ახალი წელი და სახში ვხედავთ მარტო მე და ჩემი ოღონდ არ მივდივართ რა თქმა უნდა ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს და წუხარება ესეთი რომ გაგვიეხლა ეს ყველაფერი და სადღაც 11 საათია 11-ის ნახევარი ისმის ტელეფონის ზარი და გვეუბნებიან რომ უწმინდესი გველოდება თავისთან და წამო ეს იყო არ ვიცი ხა ყველა გველოდა არც ვერ გვიბედავდნენ ჩვენი მეგობრები რომ დაერეკათ რომ სადმე წავიყვანით იმიტომ რომ ამ მდგომარეობაში რთულია რა თქმა უნდა წავედით და მასთან შეხვედრა იქ კიდე ყავდა მოწვეული სტომრები ბავშვები იყვნენ თუ არ ვხდები საინგილოდან ეს დაახლოებით 2 საათი მაინც დავყავით იქიდან წამოვედით როგორ გითხრათ აი უდარს რო გააცოცხლებ კიდე ანუ ენით ყველაფრის თქმა შეუძლებელია იქიდან წარმოიდგინეთ ისე წამოვიდეთ სახლში არ მისულა ჩვენ მეგობრებთან მივედით და ყველა გაოცებული და რა თქმა უნდა აი სულ ყველას გაუკვირდა რომ ჩვენ სახელზე ღიმილი იყო რომ შევედით უკვირდათ რომ რაღაც ხوار დაემართა ამათ და ეს წარუშლელი იყო და ეს გრძელდებოდა მუდმივად მე იმის ამ ფაქტი შემდეგ უწმინდესის ლოცვა კურთხევით გადმოვედი უკვე სამების საკუთრებად. თავარ დიაგნოზით გიბოდი უფრო კი, რა თქმა უნდა, ერთი წლის თავზე ეს კიდე ცალკე წარმოუდგენელი იყო, რომ საერთოდ არ ველოდი მე უთხარი მაშინ უწმინდეს, რომ ჩემთვის ყველაზე მთავარი იქნება, რომ ოღონდ თქვენთან ვიმსახურო და ეს ჩემთვის იმხელა ნუგეში იყო და არის დღესაც სადაც ვარ. და ის გარემო რაშიდაც მომიყვანა, ზუსტად ვხვდები, რომ ერთი ტრაგედიიდან ღმერთმა უნუგეშო და არ დამტოვა და ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, რომ
მეშინია რომ მიხაროდეს ეს რაც მოხდა ისეთ ნუგეში მომიყვანა უფალმა თვითონ სადაც დამადგინა და მის გვერდზე მსახურებას მოვესწარი რომ ანუ არტოვებს ღმერთი ტრაგედიას რაღაცით ანაცვლებს და ჩვენი უწმიდესი იყო და დარწმუნებული ვარ რომ კიდევ უამრავი ადამიანია და რამდენი გულის ტკივილი რა თქმა უნდა ყველა მივდივართ რომ ჩვენი გულის ტკივილი მივცეთ და იტვირთოს ეს ყველაფერი ჩვენ ერთი მაგალითი ვართ ოჯახი რომელიც რომ ვარსებობთ და ცოცხალი ვართ და რა თქმა უნდა მიუხედავად იმისა რომ სასულიერო პირი ვარ მშობლებისთვის ეს უზარმაზარი ტვირთია მამა აბრამ აი თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი რამ აღნიშნეთ რომ როცა მივედიო ამ გასაჭირით მე უკვე ძალიან ბევრი გავიგე რომ ვინც მიდიოდა შევხვდით და ქონდა უნიკალური თვისება რასაც ყველა აღნიშნავს რომ რა თქმა უნდა გარდა იმისა რამდენი შეხვედრა ქონდა ეკლესიის მართვა ესე პირადი ტკივილი ბევრი მიდიოდა მაგრამ ყველასთან ისე იყო რომ აი თქვენთან რო იყო მხოლოდ თქვენ გასაჭირზე ფიქრობდა აი თითქოს მარტო თქვენ ზრუნავდა იმ მომენტში და წარმოიდგინეთ ესეთი ასობით და ათასობით ადამიანი ვინც ამას იხსენებს და სათითაოდ ყველას იცლიდა და ყველასთვის ეძებდა რომ მისი ყოფილიყო ის დრო მისთვის დაეთმო და არა ესე ზოგადად რაღაც ლოცვა კურთხევა ესეც ბედნიერება როცა პატრიარქი მაგრამ აი ზრუნავდა სათითაოდ ყველას იფიქრებით რომ თითქოს გამოჩნდა ადამიანი ჩვენ ცხოვრებაში რომელიც ნათელი წერტილი და მხოლოდ ჩვენზე ზრუნავდა ის არ იყო რომ მას არ ეცალა თითქოს მარტო იყო და ჩვენზე იყო ორიენტირებული საქმე არ ქონდა მარტო თქვენთვის მე ეხლა ვფიქრობ ჩვენს მსგავსი როგორც თქვით უამრავი იყო კიდე ადამიანი მაგრამ ამას ჩვენ ვერ ვიგრძნობდით იმიტომ რომ გამორიცხული იყო რომ ის ესე პირდაპირ ერთ ადამიანზე თლიანად მოარგო შენი ცხოვრება და ისე იყო რომ თითქოს ჩვენ უპირატესები ვიყავით და ის რაღაც ისე იყო რომ ვემსახურებოდა თავისი სიყვარულით. ეს იყო ზუსტად სიყვარული ადამიანის თანადგომის კიდევ ვერ ვააზრებ სიმართლე რომ ვთქვათ რომ პატრიარქის დამოკიდებულება ხალხი ხდება რომ უბრალოდ შეხვდეს მაინც და ესე ცხოვრებაში შემოვიდეს ჩვენთან ასეთი პიროვნება და ეს თანადგომა ისე გაგვიწიოს როგორც ოჯახის წევრიც გახდა რომელიც ჩვენთვის იყო მამაც, მშობელიც, იმედიც, ეს სასწოება იყო. ხო, რაც მოვყევით, ეხლა თქვით, ჩემი თუნდაც ჩემი მიმართებაში, ეს არის მისი თანადგომის ალბათ უმაღლესი არის, ამაზე ზემოთ არ არსებობს. ეს არის პირადად ვინც არ შეხვედრია ისინიც კი ამბობენ რომ ასეთი შეგრძნებით იყვნენ რომ თითქოს მას იცნობდნენ თითქოს მათთან ურთიერთობა ჰქონდათ იმდენად ძლიერი იყო უწმინდესის ლოცვა და მზრუნველობა ზოგადად საქართველოზე თითოეულ მოსახლეზე ერზე ზოგადად რომ ეს მათთვის ნამდვილად გულში მისავალი იყო გულში ჩამწვდომი იყო და ნამდვილად იცოდნენ რომ უწმინდესი თითოეულ ჩვენგანზე ლოცულობდა და ამიტომ არის სწორედ რაც დღეს რასაც ხედავთ დღეებში იყო რაც გრძელდება თავისთავად და იმიტომაც არის რომ ყველას ჩვენი პატრიარქი გვყავს და ყველას ძალიან გვიყვარს. მამა აბრამ აი ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ თქვენ ბრძანეთ რომ აი მან გითხრათ რომ თქვენი შვილი ცოცხალია და თქვენ გაქვთ გამოცდილი გარდაცვლილ შვილთან ცოცხალი ურთიერთობის და აგზელებთ და ესეა სასულიერო პირი ბრძანდები და უწმინდესმა სწორედ თქვენ თქვით რომ აი ამით გამოგაცოცხლოთ. ახლა ესეთი კითხვა მინდა დაგისვათ პატრიარქი რომელიც ფიზიკურად ხორციელ გარდაიცვალა და იმ ნუგეში თორ ჩვენების ღმერთთან არის და ეს ღმერთმა თქვანახა ამ დღეებში. რა შეგრძნება ახლა თქვენში, როცა ფიზიკურად აღარ არის, მაგრამ გქნობთ თუ არა იმას, რომ აუცილებლად ისევ გეწევა და ისევ ცოცხალი ურთიერთობა გაქვს და აუცილებლად უფრო დიდი შემწე ყავს ღმერთთან პატრიარქის სახით ყველას სათითაო და მთელებს. აი რო გითხრათ სიმართლე, იმდენად ისევ ცხოვრობთ ჩვენ იქეთ, რომ ის რო აღარ არის, ამის შეგრძნება ნამდვილად არ მაქვს და არც დავიჯერებ გამორიცხულია რა. იმიტომ რომ იმდენად გამოცდილებით ჩვენ უწმინდესმა ის გვანახა რომ თქვენი შვილი აღარ არის ეს ცოცხალია და კავშირი უფრო მშვილ გარდაცვლილ მშობლებთან აი ეს რო შეეხები ესე მტკივნეულად უფრო წლები როდესაც გადის ერთვები თითქოს რაღაც ახალ კავშირს ამყარებს ყველა შვილგარდაცვლილი და ესეთი ტკივილით მაცხოვრებელი ადამიანი უფრო ახლოს არის იმ სამყაროსთან ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანები. რა თქმა უნდა, ჩემთვის ახლა ეს ძალიან მარტივი ამით არ ვამბობ, ანუ ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე ჩემთვის ახლა გარდაცვალება მართლა მარტივია და არაფერს არ წარმოადგენს მასაკუთრებელს. დიდი მადლობა მამა აბრამ ბრძანებისთვის, თქვენთვის ძალიან ძიმე პერიოდის გახსენებისთვის და თქვენი ამ საოცარი რომ მოგეცით საშუალება რომ უწმინდესისთვის კიდევ ერთხელ აქედან მადლობა მეთქვა და
ეს სამადლობელი პირადი არ არის, მინდა რომ ალბათ ბევრი ითქვა და კიდევ უამრავი ითქმება და იმდენია დაფარული სიკეთე, რაც უწმინდესმა გააკეთა, ნუ ალბათ ეს არ დასრულდება არასოდეს. რაც მაგალითი ვნახეთ თითო ადამიანს, რომ 10 წუთი დაუთმო, ალბათ შეიძლება საუკუნე გაგრძელდეს მასზე საუბარი. და მე ვისურვებდი ერთს, რომ ის რაც ჩვენი უწმინდესი ერთობისკენ მოგვიწოდებდა, ეს არ დარჩეს იდეად და იყოს ყველა ჩვენი არჩევანი, ჩვენი თითოეული ჩვენთაგანის. და ის სიყვარული, რასაც ის ქადაგებდა, ვაქციოთ გზა, რომელთაც უნდა ვიაროთ თითოეულმა ჩვენთაგანმა უფლის გზაზე. დიდი მადლობა. უღმესი მადლობა თქვენ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის პროტოდიაკონი აბრაამ ხარატიშვილი გვესაუბრებოდა.